ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონებში შეხვედრები დაასრულა. ბოლო მეათე გასვლითი ღონისძიება წყალტუბოში შედგა. ადგილობრივი და გლობალური გამოწვევები სწორედ ამ თემების შესახებ იმსჯელეს დისკუსიის მონაწილეებმა. ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მიზანი მათი საჭიროებების შესახებ უკეთ ინფორმირებაა. შეხვედრებში ჩართულია ცოტნე ივანიშვილი. მაკუნა აბულაძეა პირდაპირ ეთერში. ნამდვილად ინტერაქციული იყო ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით ბოლო მეათე რეგიონული შეხვედრა. დღეს საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა შეიკრიბა იმერეთის რეგიონიდან წყალტუბოში და რომ დაინტერესება დიდი იყო, ამას მოწმობს იმ შეკითხვების სიმრავლეც, რომლებიც დღეს დაისვა და შეიძლება ითქვას, რომ ეს შეკითხვები შეეხებოდა ყველა მიმართულებას. მათ შორის, როგორ ხედავენ ახალგაზრდები რეგიონების განვითარებას, როგორი უნდა იყოს ამ პროცესში მათი ჩართულობა. მოვისმინეთ, რომ დიალოგს და დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს. შეკითხვები დაისვა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობაც იყო განხილვის თემა. საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო განათლების მიმართულებით და ამ მხრივ იმერეთის რეგიონს მართლაც რომ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებისთვის. თავის მხრივ მასპინძლებმა ახალგაზრდებს უთხრეს, რომ ყველა მათი იდეა იქნება გათვალისწინებული, პრობლემები კი, რომლებზეც ახალგაზრდებმა ისაუბრეს, ეტაპობრივად იჭრება, რა თქმა უნდა, მათთან კოორდინაციით. ხშირად გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხება, მათი მონაწილეობის გარეშე ხდება და რა გზით შეიძლება მათი ჩართულობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. პირველი მიმართულება და ძალიან მნიშვნელოვანი გახავთ ის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე მიმართულება უკვე გახლავთ ახალგაზრდების ჩართულობა ახალგაზრდული საბჭოების მეშვეობით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთად დავსწყდეთ, შევიმუშაოთ გარკვეული პროექტები და შემდეგ წარუდგინოთ მუნიციპალიტეტებს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კი გახლავთ უკვე ახალგაზრდული სივრცეების არსებობა. მაინტერესებს ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ეხლა. მომავალში როგორი იქნება? ჩვენ ყველა იმ ქვეყანასთან უნდა ვიმეგობროთ, ვინც მაქსიმალურად შეეცდება ჩვენთან კარგ და მეგობრულ ურთიერთობას. ეს იქნება ევროკავშირი, ეს იქნება დასავლეთი, ეს იქნება ჩინეთი. შეიძლება თუ არა საჩხერეში დასაქმება სტაჟირების პროგრამების გაფართოება. პრემიერის ინიციატივით გამოცხადდა სტაჟირების პროგრამები გახდა ანაზღაურებადი, ითვლება უკვე საქმიანობაში. დასაქმების სააგენტოს ფარგლებში სტაჟირებები ხორციელება ძალიან აქტიურად ხდება, ამის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. თუ არის შესაძლებელი, რომ მულტიფუნქციურ ცენტრთან კავშირი დაამყაროთ, ვინმე სერტიფიცირებული გიდები, რომელსაც შეუძლია სხვების გადამზადება, ისინი მოიწვიოთ. ჩვენ შეგვიძლია რომ გიშვამდგომლოთ მსგავს პროფესიონალებთან და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდეს გადამზადებითი ტრენინგი, რათა თქვენ და თქვენაირ დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ სერტიფიცირებული გიდები. თქვენ რანაბიჯებით უზრუნველყოფთ, რომ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეს განათლებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100%-იანი ქველმოქმედება არის და ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. მე აქედან მინდა რომ მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას და მის ოჯახს, მადლობა მინდა უთხრა ცოტნეს, იმიტომ რომ შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ისიც ვიცით, რომ თბილისი და ქუთაისი უნდა გახდნენ ცენტრები. სამომავლოდ დაახლოებით მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება ქუთაისის უნივერსიტეტში. ახალგაზრდებთან რეგიონულ შეხვედრებში აქტიურად არის ჩართული ცოტნე ივანიშვილი. გამონაკლისი დღევანდელი დღეც არ ყოფილა, ისე ისწრებოდა ამ შეხვედრასაც. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მასთან პირადი გასაუბრების, რაც შეეხება ღონისძიების დასრულების შემდეგ. ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ბორდის წევრებისგან მოვისმინეთ, რომ ცხადია, ამით არ სრულდება კომუნიკაცია ახალგაზრდებთან და პირიქით კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება მათთან ჩართულობა და სასიხარულო ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, გააჟღერეს მათ თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებები, გამოწვევები ის წინაშე უშუალოდ იმერეთის რეგიონი დგას და ჩვენ მხრიდანაც მაქსიმალურად იქნება მსგავს საკითხები შესწავლილი. თითოეულმა ჩვენთან გამლა კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა რიგი პრობლემები დგას ჩვენს რაიონებში და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ რეაგირებაც შესაბამისი მოყვება. ახალგაზრდებს განსაკუთრებით ჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, რადგან
ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეების დაგენერირებას, მოგვიანებით კი როდესაც დაუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს. ქვეყნის მომავალში ყველაზე ძლიერი ინვესტიცია სწორედ ეს ახალგაზრდების გაძლიერება, სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, მათთვის სახელმწიფოს მიერ რესურსის მიცემა, რომ რაც შეიძლება ბევრი პროექტი დაუფინანსდეთ, რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მათი იდეები. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა უთხრა იმერეთის მხარეს, ვიცით რომ განსაკუთრებული ხალხი არიან და განსაკუთრებული შეხვედრა გამოვიდა, მადლობა მინდა უთხრა თითოეული მათგან საქმე ბრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში. როგორც უკვე გითხარით, რეგიონული შეხვედრები დასრულებულია, ახლა ჯერი დედაქალაქსია და ყველაზე მასშტაბური დასკვნითი ღონისძიების მასპინძელი სწორედ თბილისი იქნება. მადლობა მაკუნა აბულაძეს.